გამარჯობა. Ამ სატელევიზიო პროექტში თქვენ უკეთ გაიცნობთ ფოტოგრაფიას. მოკლედ, გადაცემაში წინასწარ შერჩეული 12 ფოტოგრაფი მონაწილეობს. სულ 3 ეტაპია. პირველიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ 6 ფოტოგრაფი გადადის. მეორედან მესამეზე კი 3. აი მესამე ეტაპი მხოლოდ ერთს გამარჯვებულს გამოვლენს. თითოეულ გადაცემაში მენტორები დასვამენ ამოცანას. ამ ამოცანის შესრულებაში 2 ფოტოგრაფი შეეჯიბრება ერთმანეთს. ჩვენ ნახავთ, როგორ მუშაობენ ფოტოგრაფები, როგორ იქმნება ფოტოგრაფია და ვის გადაიყვანენ მენტორების შემდეგ ეტაპში. გაიცანით ადამიანი კამერით. დღევანდელი დღის თემა არც მეტი არც ნაკლები ადამიანი, კონკურსანტები ლაშა ცერცვაძე და გეგა ქუთათელაძე. დავიწყოთ ლაშათი. ლაშა არის მოგზაური ფოტოგრაფი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგზაური სულაც არ ნიშნავს ჟანრს. ეს ლაშა მოგზაურობს და გზად შემოხვდა ფოტოგრაფია. გამარჯობა. მე ვარ ლაშა. სინამდვილეში მე მოგზაური ვარ. ამ ბარშიც იმიტომ დავიწყე მუშაობა, რომ ფული შევაგროვო და ისევ სამოგზაუროდ წავიდე. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ამბოხესული ვიყავი და სულ რაღაცების ისე გაკეთება მინდოდა, როგორც მე მსურდა. ხო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, მთელი ბავშვობა, იმიტომ რომ ჟღალი თმა ძალიან ცოტას ჰქონდა საქართველოში. და საზღვარგარეთ უფრო თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა მივიდივარ, რომ ქუჩაში არ გაჩერდებიან და არ გეკითხებიან, რომ ეს ნამდვილად შენი თმის ფერია და ეს ნამდვილია და ეს არსებობს და ასე შემდეგ. სხვადასხვა ხელოვნების დარგში მიმოგზაურია, ბევრ რაღაცაში მოვსინჯე ჩემი თავი, ვხატავ, მსახიობობ, რაღაცებს წერ კიდეც. მაგრამ საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ ფოტოგრაფია არის ჩემთვის ყველაზე ახლოს და ყველაზე ავთენტური. მოგზაურობა დიდი ხნის წინ არ დამიწყია, რამდენიმე წლის წინ ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ მაშინ ფოტოებს არ ვიღებდი და ეს წლები ჩემთვის დაკარგულად შეიძლება აღიქვას, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს და ფოტოების გარეშე თითქმის არ მახსოვს იქ რას ვაკეთებდი ან რაები ვნახე. ფოტოები ჩემთვის არის ემოციური მეხსიერების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და კარგი წყარო. მეორე კონკურსანტი გეგა მხატვარია. ფერმწერი, პორტრეტისტი, ფოტოგრაფიაში არც ისე დიდი ხნის წინ მოვიდა, მაგრამ უკვე ზუსტად იცის რა უნდა. გაიცანით ადამიანი კამერით გეგა ქუთათელაძე. მე ვარ გეგა ქუთათელაძე, პროფესიით მხატვარი. იყო ესეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემს პროფესიას ჩამოშორდი, გარკვეული მიზეზების გამო, კონკრეტულად შეიძლება ითქვას სამსახური ისეთი, რომელიც იმის საშუალებას არ ამაძლევდა, რომ დამждარიყავი, სახელოს რომ მქონოდა, მეხატა, რუტინა, 4 კედელში ჯდომა 24 საათი კომპიუტერთან, დიზაინზე მუშაობა, სტამბა და ძალიან მოკლედ ესეთი ერთფეროვანი დამღლელი სამუშაო. დრო არ მქონდა ფიზიკურად სახატავად, თუმცა დაახლოებით 5 წლის წინ პირველად ავიღე კამერა ხელში. თავიდან ძალიან დილეტანტურად არაფერი არ ვიცოდი, უბრალოდ დავდიოდი, ყველაფერს ვიღებდი. შემდგომ რაც უფრო გამიღმავდა ინტერესი, ვით უფრო მოვკიდი ამ საქმეს ხელი და გავარდი, რაც კამერა გამოვიწერე. მე რაღაც 1 წლის მერე ის კამერაც უკვე აღარ მაკმაყოფილებ და ეს არის ჩემი სახელოსნო. შემიძლია ვთქვა, რომ არა სიტყვაზე ვთქვა, ფოტოგრაფია ალბათ ბოლომდე გადავიწვევოდი ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში მოხდა ესეთი რაღაც, რომ ნელ-ნელა ფოტოგრაფიამ ისევ დამაბრუნა ჩემს პროფესიასთანაც და დღესდღეობით ხატვას დავიწყე
ფოტოგრაფიაც უკან აღარ გადავდე და ასე ვთქვათ მუშაობ ორივე სფეროში ვარ და საერთოდ მიმაჩნია რომ არ აქვს ალბათ არტისტისთვის მნიშვნელობა რა ჟანრში იმუშავა შეიძლება ფოტოგრაფია იყოს, შეიძლება მხატვრობა იყოს, შეიძლება, რა ვიცი, ქანდაკება, ყველაფერი შეიძლება. რაღაცა იდეა თუ გააქვს ადამიანს, მე მგონი ყველაფერი საინტერესო ხდება. გამოდის რომ ერთმა გადაღება დაიწყო ცუდი მეხსიერების გამო, მეორე სამსახურის რუტინას გაექცა. მოკლედ ვინ როგორ მოდის ფოტოგრაფიაში. კარგი, მენტორები. მოგესალმებით. გამარჯობათ. დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული თემა გვაქვს ამავე დროს, ეს არის ადამიანი. და პრინციპში არ ვიცი, ამ რთულ თემაზე ეს ყველაზე მარტივად შესავალი რო გავაკეთოთ, ალბათ ის უნდა აღინიშნოს, რომ პრინციპში ადამიანს ყველაზე მეტად რაც სამყარო შეიქმნა, მას შემდეგ გაინტერესებს სწორედ ადამიანი და ეს კითხვებიც აქვს იმასთან თუ რა ვინ არის ადამიანი და რელიგიაც, მეცნიერებაც, ხელოვნებაც პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ თემას იკვლევს. აუგუსტამდელი დავიწყოთ, ხო? რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გერმანელი ფოტოგრაფია და რომელსაც ასე ვთქვათ პირდაპირ იდეა ფიქსი ქონდა იმისი, რომ დაეფიქსირებინა ადამიანი მე-20 საუკუნეში და ამას მთელი ცხოვრება მხოლოდ ამას მიუძღვნა. ანუ ის აკეთებდა პორტრეტებს ასობით ადამიანის, რომელიც საბოლოო ჯამში მის ესე ცნობილ სერიად ჩამოყალიბდა, რომელსაც მე-20 საუკუნის ადამიანები ქვია პრინციპში. მე-20 საუკუნის ადამიანები ქვია. და საინტერესოდ იღებდა ზამბერი ამ ადამიანებს რაღაცნაირად კლასიფიცირებას ახდენდა მათ. ამ კუთხით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ფოტოგრაფია არა მარტო საინტერესო მხატვარი იყო, არამედ რაღაცა მკვლევარი იყო და სოციოლოგი იყო. ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ რეალურად მე არ გაუმართლა დროში, იმიტომ რომ მე ნაცისტები მოვიდნენ, მის შვილი დააპატიმრეს, ეს ყველაფერი თავიდან ამოვიდა და საზოგადოების სამჟავროზე პოპულარული გახდა, სადღაც 50-იან, 60-იან წლებში. და რეალურად მან შექმნა ესეთი პორტრეტები, შექმნა სახე იმდროინდელი გერმანიის. მოდი ვილაპარაკოთ, გადავიდეთ მეორე ავტორზეც, აი ვთქვათ უგენია სმითზე გადავიდეთ, რომელსაც ძალიან საინტერესო ამ მისი ეს არის ამერიკელი ფოტოგრაფი, რომლის მთავარი თემაც ყველგან ადამიანია და ერთ სერიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მან გააკეთა პორტრეტი, ექიმის პორტრეტი, სოფლის ექიმის პორტრეტი და რეალურად ეს რაღაცა კინოსავით არის, მან მოთხრობასავით გააკეთა. დოკუმენტური ფილმივით არის. დოკუმენტური ფილმივით არის, ერთი ექიმი როგორ ემსახურება სოფელს, არის ძალიან თვითონ ეს ფოტოგრაფი რეალურად ცხოვრობდა ამის ცხოვრებით ერთი პერიოდით და დრამატული სურათებიც არის, მაგრამ აი კარგად აღწერს თუ ადამიანი როგორ თავის პროფესიით, როგორ ემსახურება სხვა ადამიანებს, როგორ ითავსებს აი ამ ფუნქციას. და კიდევ ყავს ჩვენ ერთი ავტორი, განსაკუთრებული ავტორი, რომელიც არის ფრანჩესკა ვუდმანი, რომლებიც ჩამოთვალეთ, ის პირველ რიგში თავის თავში ეძებდა კითხვებზე პასუხს და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ფოტოგრაფიაში გაჩნდა აი ესეთი კუთხით რაღაცების ძიება. თითქმის სულ თავის თავს იღებდა და ამ ექსპერიმენტებსაც ატარებდა თავის თავს. საბოლოო ჯამში ეს ქალი ამ ძიებებმა არც თუ ისე ბედნიერ ფინალამდე მიიყვანა რა. მან ადრეულ ასაკში თავი მოიკლა, გადმოხდა თავის სახლის ფანჯრიდან. რაც ფრანჩესკა ვუდმანმა ფოტოგრაფიაში გააკეთა, ხშირად მოგონებს ხოლმე, რაც სარა კეინმა ვთქვათ დრამატურგიაში და ძალიან ის არის უცნაურია, რომ ორივე ამ ახალგაზრდა ქალის ბედი ერთმანეთს გავს და ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და მის ფოტოებშიც აი რაღაცა სუიციდური რაღაც განწყობა სუმოდის არა რაღაცა. ეხლა რეალურად ჩვენ რამოდენიმე ავტორი განვიხილეთ, რომელსაც აბსოლუტურად სხვადასხვანაირი დამოკიდებულება და მიდგომა აქვს თუ როგორ გადაიყოს ადამიანი, როგორ გაარკვიოს რა არის ადამიანი და ჩვენი ამოცანაც და თქვენი ამოცანაც ეგ იქნება, რომ როგორმე გადავიღოთ ადამიანი. თუმცა რასაკვირველია საინტერესო იქნება თვითონ თქვენ რა კუთხით დაიწყებთ ამის კვლევას. წარმატებები. დიდი მადლობა.
თემა არის ადამიანი და გეგა თუ მეტყვის რომ იღებს პორტრეტს არ გამეკვირდება. კი გადავწყვიტე. მე 21 საუკუნეში, როცა ყველა პორტრეტს იღებს, ყველა სელფს იღებს, შენს გინდა პორტრეტი გადაიღო და ამით გაგვაკვირვო. როგორ? ნუ შევეცდები გაგაკვირვოთ. ანუ გადავწყვიტე გადავიღო ადამიანი კომპიუტერთან, მონიტორთან, ვირტუალურ სამყაროსთან. ძირითადად გეიმერებს ეხება. შენც იყავი გეიმერი? რაღაც პერიოდი. ხარ? ეხლა უკვე არ ვარ, თუმცა ძალიან ხშირი შეხება მაქვს კომპიუტერთან დღესდღეობითაც. ერთი პერიოდი გეიმერობდი და დამაინტერესა. და აი რის განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან? გარეგნულად განსხვავდება სხვა სამყარო აქვს? შუის გარეგნულადაც განსხვავდებიან, ალბათ არ ვიცი. გონია თუ არა 24 საათი რო ზიხარ კომპიუტერთან, მე ადგები სარკეში ჩაიხედები და ცოტა მწვანე ხარ ალბათ? ცოტა მწვანე ხარ, წითელი თვალები. ხო, ასეთი ადამიანი გინდა ჩვენო? მორალზე გითხავ? არა, აქ მორალზე არ არის საუბარი. აქ არის სულთაზე ტიპაჟზე საუბარი, რომ ესეთი ადამიანებიც არსებობენ. ტექნიკურად როგორ ასრულებს ფოტოს? ტექნიკურად გადავწყვიტე ესეთი რაღაც. ესე იგი ჩვენ უცქერთ მონიტორს, მონიტორი გვიცხერს ჩვენ. აჰა. ჩვენ მიშტერები ვართ მონიტორს, მონიტორი მოხსტერები. მოხსტერებია და ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს რაღაც ვირტუალური ხარე დავიჭირო და მონიტორის ანუ რაღაც მონიტორი გავხდეთ ეს. და ეს შეგრძნება გაგჩენია რომ იქიდან ვიღაც გიყურებს ან რაღაც გიყურებს. კი, სხვათა შორის მიფიქრია მაგაზე. ხშირად? ვიღაც ხო არ მაკვირდება იქიდან. ხშირად ხდება ხოლმე ეს? არც თუ ისე, მაგრამ ხმებიც ხო არ გესმის? ხანდახან კი. ხანდახან კი. გეგა წარმატებები, რახან ასე ღრმად ხარ ამ სფეროში რაღაც საინტერესოს გააკეთებ. გვიყურებენ, გვაკვირდებიან და ნახოთ როგორ ვხედავენ. ვაკის პარკში ვართ ადამიანის გადასაღებად. კი. რატომ ვაკის პარკში და რატომ ვართ აქ? აქ რატომ ვარ, ეგ შენ უფრო კარგად იცი. მე აზრზე არ ვარ აქ რატომ ვარ. მაგრამ გადასაღებად ვაკის პარკი იმიტომ ავარჩიე, რომ 33 შენობა არის აქ, სადაც ძალიან კარგი გრაფიტები არის გარშემო და ადრე გადავიღე რაღაც ფოტო. ეს ბექგრაუნდი იქნება თუ ეგ იქნება ადამიანის საჭირო? არა, ფონი იქნება. ფონი იქნება. ადამიანი ვინ არის? ადამიანი არის ნადია. პორტრეტს იღებ? პორტრეტს ვიღებ, კი. როგორია ნადია? ნადია არის ჟღალი და ძალიან დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ლამაზია, მაგრამ საინტერესოდ ლამაზია. და არა ლამაზებმა წვერიანმა და მელოტებმა რა დავაშავეთ? აი არჩევანი საშუალება როცა ჯობია ნადია გადაიღო გადავიღო და შენ საგადაგირებს მაგალითად. კამაც აღარ ვაპირებ. იდეა მაინტერესებს, როგორი ფორმით უნდა გვაჩვენოს? სტანდარტული პორტრეტი იქნება თუ რა იქნება? იდეა არის იმაში, რომ დეტალებამდე მინდა ჩასვლა. ანუ ადამიანი რა არ გაკმაყოფილებს ადამიანის ზედაპირულად არ გინდა რომ აჩვენო დეტალები. ანუ ერთი ემოციით არ მინდა რომ ადამიანი ვაჩვენო. და მინდა რომ ერთ ფოტოში მქონდეს სხვადასხვა ემოცია, სხვადასხვა დეტალებზე ორიენტირება. და ამას როგორ ახერხებ? ამას ვაკეთებ სხვადასხვა სახის დეტალის, ემოციების დაფიქსირებით. პატარა ფოტოები იქნება, რომლითაც ავაწყობ კოლაჟს, კი. ვერსიას გვთავაზობ ახალი ადამიანის, ანუ გამოდის რომ არ გაკმაყოფილებს სტანდარტული ფორმა ადამიანის, სტანდარტული. არა, ვერსიას კი არ გთავაზობ, მე გთავაზობ რატომ დეტალებად და რატომ გვაჩვენებ ხელახლა აწყობილს? იმიტომ რომ სხვადასხვა ემოცია ერთ ფოტოში გაერთიანდეს. წარმატებები. გავუყვეთ ამ ტალღოვან გზას. ამ შენობის ყველა კედელზე არის გრაფიტი და ძალიან საინტერესო ექსტერიერები აქვს. და ახლა ვეცდები რომ შევარჩიო ლოკაცია გადასაღებად.
მე მგონი მაინც ბროლოდ ლურჯი ფონი შევს. ვაჟა. როდესაც თემა ადამიანზე გადავწყვეტეთ ფოტოების გადაღება, მოდელზე რომ ვფიქრობდი, გამახსენდა ნადია, იმიტომ რომ არის ჟღალი. არ ვიცი. ეს შეთელი. აქეთ თვალი დააჭიდე. აქეთ. კაი ორი ოღონ ძალიან დააჭიდე მაშინ. ახლა ვარ სახლში ჩემთან. და ვცდილობ იმ რაღაცებისგან, რაც გადავიღე, იმ კადრებისგან ავაწყო კოლაჟი. კოლაჟი, ფოტოშოპი, კომპიუტერული манипуляციები. ფოტოგრაფიას გვართმევენ ხალხო. ვფიქრობ, რომ მაგ არანაირი ბოროტება არ არის, ვინაიდან ფოტოშოპამდე არსებობდა რეტუშირება. ფოტომონტაჟსაც საუკუნეზე მეტი არაც ვიცნობთ, ყველაფრის საიდუმლო არის ზომიერება. ვინ, როგორ, რისთვის გამოიყენებს ამ ინსტრუმენტებს. ზოგადად ღამე მიყვარს მუშაობა. როცა სახლში მოვდივარ ხოლმე, გვიან მოვედი ჩემი მეგობრების, გეიმერების გადასაღებად. ვიფიქრე, სად შემეკრიბა ეს ხალხი და გადავწყვიტე მოსულიყო ინტერნეტ კაფეში. პრინციპში, სადაც ისედაც იკრიბებიან ძალიან ხშირად. Привет, მოვიდნენ. Привет. მადლობა. აი ისინიც ხედავ თამაშობენ, ერთობიან ან ბოლოდ არ ერთობიან. რას გაიგებთ? აშ კამერას ავიღებ უკვე შტატივს რაღაცა. და კლავიატურა და მაუსი. ჩავერთე ამე. განათება დავაყენეთ, ეხლა დაждებიან აი ამ პატარა მაგიდასთან და გადავიღებ ჩემ იდეას. ანუ აი ეს არის შენი მონიტორი და მოკლედ თამაშობ. მივხვდი ხო? ანუ იყურები არა მარტო ცენტრში, აქედან, იქიდან. ბიჭო, აი შეთითონ მიმიკებზე იმას კენ. გაიხსენე, აი, მოდი აი რაღაც აი გატეხილში. ალბათ ცოტა შემოდი თავით უფრო ახლოს, აი თქოს რაღაცის კითხულობ და ვერ ხედავ და უფრო ახლოს მოხვედი, ხო? ესე ცოტა აქედან დაიწყე, ანუ პირდაპირ. ხო, აი. ოკეი, რაღაცას მოიწიე, კითხულობ. არა, ცოტა ცენტრისკენ. აი ეგრე. გაკვირვებული ხარ თან გარგის. იცი რა შესაძლოა რომ რაღაც მიმიკებზეც იმუშაო, სიტყვაზე თქვათ რაღაც აი ტიპი დაინახე, ვისაც ეს უნდა დაბრიდო და რაღაცა დაიძაბიან რაღაც. მე ვიტყოდი ორივე ფოტოგრაფი მათთვის კარგად ნაცნობ ტერიტორიაზე დარჩა, არანაირი რისკი, თავგანწირვა, ინტრიგა, იმედგაცრუება ან კონფლიქტი სამუშაო პროცესის დროს და ვნახოთ რა ჯადოქრობით მოახერხებენ თანამედროვე საინტერესო პორტრეტის შექმნას. გეგამ და ლაშამ დაასრულეს გადაღებები და ჩვენ დავუბრუნდით მენტორებთან. შეარჩიეს 3 ფოტო და მოდი ახლა ჩვენ გადავხედოთ, დავათვალიეროთ, შევაფასოთ, ამოვიცნოთ მხატვრული ჩანაფიქრი და
ერთი ფოტოს მიხედვით გადავწყვიტოთ ვინ იმსახურებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას. თემა გვაქვს ადამიანი. ადამიანი ეს არის გეგას. ეს არის გეგას ნამუშევარი. მოდი სამივე ნამუშევარს გადავავლოთ თვალი და ამ სამიდან უნდა ამოვარჩიოთ ერთი საუკეთესო. გეგამ შეარჩია თემა ვირტუალური რეალობა. ესენი არიან ეგრეთ წოდებული გეიმერები, ანუ ადამიანები, რომლებიც თამაშობენ და დღე-დაღამეს ატარებენ მონიტორთან. ჩემთვის პირადად უკვე მაპატიეგურამ საინტერესო არის ის, რომ თქვა თანამედროვე ადამიანს, აი სწორედ გეიმერად ხედავს გეგა. როგორც სამივე ფოტოზე ეთყობა, დადგმული ფოტოა. დადგმული ფოტოა. სამივე ერთ და იგივე ადგილას არის. მოფიქრებულია წინასწარ ის, რომ მონიტორის განცდა გვაქვს, როცა აი მჭუჭყიან წინა მინას უყურებთ. აქ ეხლა არჩევანი უნდა გავაკეთოთ თვითონ პერსონაჟზე, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი მეორდება. ჩემი აზრით ეს პერსონაჟი ყველაზე კარგად გამოხატავს გეიმერის მდგომარეობას, როცა გეიმერი ეკრანს უყურებს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩართულია, გამძაფრებული აქვს რაღაცა ყურადღება. არასდროს არ ყოფილვარ გეიმერი და ყოველთვის ჩემი თვალსაზრისით გეიმერები არიან ის ადამიანები, რომლებიც მონიტორს არიან მიშტერებული უემოციოდ. აი ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ზუსტად ეს ემოციური ზერა რასამა ყველაზე საინტერესო აქ ის არის, იქ ისეთი ემოციები არის იმ პარალელურ სამყაროში, რასაც ისინი არიან შესულები, რომ არ არსებობს ეს ადამიანზე არ აისახებოდეს. ამიტომ ამ მხრივ მე მგონი, რომ გეგას სწორედ ამის დაფიქსირება უნდოდა. როგორ თამაშობენ გვერდიდან, იქ არსებობს ეს ემოცია. კონტაში ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ფოტო მე მომწონს იმ ორ ფოტოსთან შედარებით. ამ ადამიანის თვალებში არის მეტი დამოკიდებულება მონიტორისადმი. ესე მგონი, ესეთი თვალებში არის ემოცია და ეს ემოცია თავის როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, თქვენს მეთანხმებით, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი როლი იყოს ინტრიგანის განმებული. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ ახლა მეორე ავტორზე და ვნახოთ ფლაშას სამი ფოტო. ფლაშამ წარმოგვიდგინა კოლაჟი. სამივე არის კოლაჟი. ეს შავ-თეთრი და შესაბამისად რაღაც დესტრუქციული ადამიანი. აი ეს ფოტო ძალიან კარგად გამოხატავს აი ამ მდგომარეობას, როცა ის თან ცენტრიდან იშლება. კონკრეტულად ამაზე ამბობ გურამ, ხო, ანუ ჩვენ ჯერ მაინც სამიდან ერთი უნდა ავარჩიოთ. აი ამ ფოტოსკენ წავიღო, აი ამ თეორია მთლიანად. მე ის რომ ცალ-ცალკე ფოტოს, ცალ-ცალკე ნაწილებს უკეთესად დავაკვირდები, იმდენად არ მაინტერესებს, რამდენადაც ის რომ ადამიანი ესე დაშლილია და მთლიანობაში ვერ მოდის. ამ ფოტოზე ვიტყოდით ამას? დანარჩენებზეც, მაგრამ ეს მე მგონი ყველაზე კარგად. მე მგონი ეს ყველაზე შეკრული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანის პორტრეტში ვხედავთ კიდევ რამდენიმე შრეს და რამდენიმე სხვა ადამიანს, ჩემი აზრით ამ ფოტოში ყველაზე მეტად არის შეკრული ეს ახალი ადამიანი, რომელიც ლაშამ შემოგთავაზა, იმიტომ რომ ფიზიკურ ცენტრს ემთხვევა რაღაც ემოციური ცენტრიც. ამ შემთხვევაში აი ამ ხაზთაკაც ავითარებს, რასაკვირველია ლაშა, მაგრამ აი ცენტრში ეს თვალი თითქოს ცოტა გაცვეთილი, ცოტა უკვე თითქოს სავარჯიშოს გავს კოლაჟის თემაზე. შეიძლება. და ეს და იმ ფოტოში გაცილებით მეტია აი ფოტოს, რომელსაც ჩვენ მე მგონი თანხმდებით, მართლაც აქვს რაღაცა განსაკუთრებული მაგიურობა. ანუ შერჩეულია ორივე ავტორისგან თითო ფოტო და მოდი ახლა აი ამ ორი ფოტოსგან გადავწყვიტოთ რომლის ავტორი იმსახურებს გადაცემის შემდეგ ეტაპზე გადასვლას. ვიცი რა, ალბათ გეგას შემთხვევაში მან გადაწყვიტა რომ დღევანდელი ადამიანია. კიბერ ადამიანია. ლაშამ შემოგთავაზა დაშლილი ადამიანი, ლაშოსთვის დღევანდელი ადამიანი არის რაღაცა დაშლილი, რომელიც თავს ვერ უყრის, თავის თავს ვერ მთლიანდება. ორივე ფოტოგრაფის შემთხვევაში ორივემ აერჩია პორტრეტი გაეკეთებინათ. არ ვიტყვი მარტივი გამოსავალი, მაგრამ ლოგიკური გამოსავალი არის. რაც შეეხება დაშლას, მე იქ ვიყავი, ვიდრე ლაშა დაიწყებდა სამუშაო პროცესს და ლაშამ თვითონ თქვა, რომ დაშლიდა ადამიანს და რატომ? იმისათვის, რომ მას არ ყოფნის ერთი ფოტო იმისათვის რომ აჩვენოს ადამიანის ყველა ემოცია და ამიტომ მან სხვადასხვა ემოცია გააერთიანა ერთ ფოტოში. ამ შემთხვევაში რამდენად მოახერხა მან რომ თქვა აი ადამიანის სხვადასხვა ემოციები გამოეხატა ამ კოლაჟით არ ვიცი, მაგრამ აი ეს დესტრუქცივიზმის თემა ნამდვილად შესწვლა. გეგასთან ეს ერთი კონკრეტული ის აირჩია, რაღაცა სიფრთხე, აი ეს არის გეიმერია დღევანდელი ადამიანი. და სამივე ფოტოში ესე მოგვაწოდა.
ძალიან კარგია თავისთავად, მაგრამ ფიქრობ, რომ ლაშას მიდგომა ჩემთვის უფრო საინტერესოა. ბოლომდე ალბათ ვერ დავეთანხმებით, როცა კონკრეტულ პერსონაჟი რამ. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვა გეიმერი არის კონკრეტული ადამიანი. გეიმერი ადამიანი ესე სიმბოლურად შეიძლება გულისხმობდეს თავის თავში არამართლა ადამიანს, რომელსაც თავის ავატარი ყავს და რაღაცა თამაშებით არის დაკავებული, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც მართლაც ეკრანს არის მიჯაჭული თავის ტელეფონს, ანუ იმ ვირტუალურ სამყაროს, რომლის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია და პრინციპში ამ ხრივ თავისუფლად შეგვიძლია რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი თავი გულისხმოთ. მე თქვენ დააქტოვებთ და თქვენ უნდა გავამხილოთ თამაშის მონაწილეებს, ვინ გადავა ჩვენი გადაცემის შემდეგ ეტაპზე. მოგესალმებით გეკა და ლაშა. მოგესალმებით. პირველ რიგში ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ თქვენს მიერ შესრულებული დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო, ამიტომაც ესეთ დისკუსიები გამოიწვია და არჩევანის გაკეთებას პრინციპში გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ორივეს ვერსია რაღაც ესეთი იყო, ორიგინალურიც და განზოგადებადიც. და დიდი ბევრი ნამუშევარი იყო და კარგად პასუხობდა თემასაც ორივე და მართლა გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება, თუმცა არჩევანის გაკეთება მაინც მოგვიწია. და პრინციპში გამოვედით მთავარი კითხვიდან, თუ ვინ არის თანამედროვე ადამიანი. გეგასთან ფიქრობ, რომ უფრო მეტი ფიზიკურად მეტი ნამუშევარი იყო, უფრო რთული ამოცანა დაისახა. ლაშასთან უფრო მეტი ნაფიქრი იყო და შესასრულებლად შეიძლება უფრო ადვილი იყო, მაგრამ მერე დასამუშავებლად უფრო რთული იყო. მაინც მოგეჩვენა, რომ ლაშას ნამუშევარი უფრო პასუხობდა თემას, უფრო განზოგადებული იყო და ამიტომ მგონი ლაშა გადავა შემდეგ კონკურსში. ჩვენს გილოცავთ. ეს არის ლაშაც ერთვადის ფოტო გამარჯვებული. ესე გამოიყურება თანამედროვე ადამიანი დაშლილი, დაკუცმაცებული, თავმოუყრელი, ან ასეთი შეიძლება იყოს თანამედროვე ადამიანი. გეგას ფოტო მონიტორზე მიჯაჭვული ამირანი. და ის სწორედ ამირანის საგამოფენო დარბაზში დავკიდებთ ამ ორივე ფოტოს. და სანახევროდ შეივსო კიდეც ეს დარბაზი ჩვენი ფოტოებით. შემდეგ შაბათს გადაცემაში ნახავთ. მოკლედ რო გითხრათ, მამო, ფოტოს გადაღება გვინდა ტაძარში თვითონ, ან ტაძრის შესასვლელთან მაინც რა. მოხუცი ქალის გადაღება გვინდა თქვენთან აქ. და ცოტა ის მომენტია, რომ წელზევით შეიძლება იყოს შიშველი.